ობოლი, პირველი მკვლელობა, გახმოვანებულია მაიკ ადრიკომის მიერ. ესტონეთი, 2007 წელი. მე ანა ტროიევი ვარ, ხელოვნების თერაპიის ინსტრუქტორი. ხელები მაღლა. იმედია ამის გავლა ყოველდღე არ მომიწევს. ანა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მზად ხართ? მზად ვარ. გთხოვთ. შორს ცხოვრობთ? თითქმის, თუმცა ამათ ღირს. ყოველთვის მინდოდა ხელოვნების გამოყენება ადამიანების დასახმარებლად. შესანიშნავია. გთხოვთ. აკეთ. ეს თავდაცვის პროცედურებია. კარგად დაიმახსოვრე. ჩვენი პაციენტების უმეტესობა დამყოლია. თუმცა დანარჩენები? ეკიმო. ლენა თავის ოთახში აღარ არის. ვერავინ პოულობთ. დახურე. სრული იზოლაცია. ლენა ვინ არის? ჩვენი ყველაზე საშიში პაციენტი. სწორედ ესაა თქვენი აქ ყოფნის მიზეზი. თქვენმა წინამორბედმა ის სწორად ვერ შეაფასა და პროტოკოლის წესები დაარღვია. ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდა. მისმინეთ, ეს ოთახი არ დატოვოთ. ნუ ღელავთ, აქ უსაფრთხოდ იქნებით, როცა მას ვიპოვით უკან დაუბრუნდები. გამარჯობა. დედა შენი ან მამა შენი აქ მუშაობს? შეიძლება ვნახო.
ეს მე ვარ. ძალიან კარგია. მე ანა ვარ. შენ? ლენა. კითხვაზე არ გიპასუხია. შენი მშობლები აქ მუშაობენ? ეს რატომ მიფიქრე? რადგან შენ რა? ლენა. დააგდე. Put it down. ლენა. დააგდე. ახლავე. არ გითქვამს რომ ბავშვი იყო. არა, რადგან ბავშვი არ არის. ლენა ჰორმონალური დაავადებებით იტანჯება, რაც პროპორციული ჯუჯობის სინდრომს იწვევს და მუდამ 10 წლის ბავშვებით გამოიყურება. შეიძლება გარეგნულად ბავშვს გავს, მაგრამ ის ზრდასრული ქალია. უფრო ზუსტად 31 წლისაა. როცა ლენა აქ პირველად მოვიდა, ისეთი აგრესიული იყო. დამამშვიდებელი ხალათის ტარებისგან ნაიარევები გაუჩნდა. ამან კარგად გვაჩვენა მისი თავისუფლების ღრმა სურვილი. ლენა ადრეული ცხოვრების წლებში ძირითადად თვითგადარჩენისთვის იბრძოდა, მაგრამ ის არასოდეს გაზრდილა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად. წარმოიდგინე, როცა მთელი ცხოვრება ბავშვის სხეულში გიწევს ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს ასე არ მიუდგე. ლენა თავის ტანჯვას სხვებისთვის თავის შესაძლებლად იყენებს. ის შეუდარებელი მსახიობია. 2 წლის წინ ლენამ ერთი ოჯახი მოატყუა. თითქოს სახლიდან გამოქცეული იყო. ოჯახმა წაიყვანა, გამოყვება, ჩააცვა. ზოგადად ლენა უბრალოდ იპარავდა, რაც მოუნდებოდა და უჩინარდებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად მან მოდი უბრალოდ ასე ვიტყვი. ახლა აქ ცხოვრობს. იტი. ასე აკეთებს ხოლმე. კიდევ რამდენი დაგვრჩა, მამიკო? რამდენიმე წუთი გაქვს ძვირფასო. გულით შემისწავლი პატარას არა. არა, მამიკო. გულით გიცნობ. შენ ჩემს გულში ხარ. მამაცები უნდა ვიყოთ, არა? კარგი, მამიკო. გამარჯობა, დიმიტრი. დროული იყო. იდეალურია. ჩემით ვერ ვიკრავ.
მინდა შენთვის რამე სასიამოვნო გავაკეთო. შეგიძლია შემოხვიდე. კარგი. My daddy has to go away. Hillary, remember. I can do it now. Any moment, I imagine my daddy coming back to me. But Hillary, remember. My daddy has to go away. Sasar, Hexa, Kuisa, Kohe, Praegu, Parandale, Elama. იცი? კბილეული გინდა? მან კამერები გათიშა. წუხვარანა. So sorry, Anna. იმედია პოლიცია იქამდე იპოვეს, სანამ კიდევ ვინმეს რამეს დაუშავებს. This hurt. დარწმუნებული ვარ, ესეთი დასაწყისი არ აღმოჩნდა, როგორცაც იმედოვნებდით. ეს სამსახური ჩემთვის არ არის.
9-დან 12 წლამდე გაუჩინარებული ამერიკელი გოგონები. ანა. ძირითადად ერთი დარტყმა საკმარისია ხოლმე. მან ვინ არის? ნუ გეშინია. პოლიციიდან ვარ. შენი მშობლები სად არიან? მშობლები ამერიკაში არიან. რა გქვია ძვირფასო? What is your name? ჩემი სახელია ესტერი. დერიენი, კონექტიკუტის შტატი. Coming with me through the aging, the fearing, the strife. It's the smiling on the package, it's the faces in the sand. It's the thought that moves you upward, embracing me with two hands. Right, we'll take you places, yeah, maybe to the beach. When your friends, they do come crying, tell them now your pleasure's set upon slow release. შენი თვა მაყოფ ძვირფასო. კარგი იყავი მეგობარა. მადლობ. რამდენი ხანი მოგიწევს აქ ყოფნა? არ ვიცი. დღეს საღამოს სწავლებას მართავენ. მაშინ გილოცავ. სახლში გნახავთ. ეს საოჯახო საღამო უნდა ყოფილიყო. მეგობრებთან ერთად აღარ უნდა გაერთოს? გართობის მეც არაფერს აკეთებს. არა, განერი ბევრს შრომობს. როცა არ სწავლობს, სულ ვარჯიშობს. თავისი ცხოვრება აქვს. He's living his life. ეს არ გააკეთო, შენს თავში ნუ ჩაიკეტები, აქ მჭირდები აწმყოში. განერს ჭირდები. უკაცრავად მატჩზე არ ვიყავი. ესტერი არ დაბრუნდება ალენ. ის მეც მენატრება. ყოველი დღის ყოველ წამს. Every moment of every day. აქ რას აკეთებს? მოსკოვი, რუსეთი. ესტერისგან რაც გავიგეთ ისაა, რომ ვიღაც ქალმა გაიტაცა, რუსეთში ჩამოიყვანა და თავის შვილად ასაღებდა, მანამ სანამ ესტერმა გაქცევა მოახერხა. დეტალები ჯერ ბოლომდე არ დაგვიზუსტებია, როცა თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს, იქნებ უფრო მეტი რამ გაიხსენოს. ბავშვების თერაპევტი გვყავს, ვინც დაგვეხმარება. She'll be working with. კარგია. მაგრამ მას ახლა ოჯახი სჭირდება.
ცვლილებებისთვის მზად იყავით 4 წელი ბავშვის ჩამოყალიბებისთვის დიდი დროა. ესტერ ძვირფასო ეს მე ვარ დედა შენი შეიძლება რომ დაგინახო საყვარელო დედიკო ვარ მეგონა ვეღარასდროს გნახავდი ახლა ყველაფერი რიგზია He's right now. დიდი ხანი გავიდა რაც აღარ გინახივართ ნახოთ იქნებ დაგეხმარო ეს მამა შენია სურათი ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გადავიღეთ შემიძლია კიდევ რამე მოგიტანოთ არა მადლობა ისე გახსენებაზე შენი ძმა იმაზე ბევრად მაღალია ვიდრე გახსოვს ეს ბებია ის ძალიან კარგად გვექცეოდა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ არა ძვირფასო ის გარდაიცვალა გახსოვს ახლა მხოლოდ ჩვენ 4 ვართ საპირფარეშოში უნდა გავიდე საპირფარეშო აქა? არა აი იქით მხარესაა Back over there. იქით? In the back. მადლობა Thank you. You're welcome. არაფრის To see you. მამა და განერი ქვემოთ გველოდებიან Downstairs. ფიქრობ მამა ისევ მიცნობს Nice meet. შეიძლება ვერ გიცნოს თუ მამას დაუძახებ Father. მამიკო უკეთესია მოდი შემოგხედო Let me look at you. ღმერთო ჩემო პატარა ლედის Like გავხარ a little lady. ძალიან გაზრდილ Grown ხარ up so much. მოდი ეს მოიხადე ასე უკეთესია ნაკლებად მკაცრია და ეს This is მაპატი Sorry. არა მე მაპატი I'm sorry. წამოდი წავიდეთ Let's go. გონი ვნერვიულობ Nervous. დიდი ნაბიჯი გადმოდგი მამიკო ძალიან მწუხარ არ მჯერა რომ მართლა შენ ხარ ყოველთვის ვიცოდი გამარჯობა განერ ჰეი Hey, შეგეძლო მაგაზე უკეთესად მისალმებოდი Hey, don't you think? მიდი
მიხარია რომ დაბრუნდი. მეც. მოდი სახლში დაუბრუნდეთ. კარგი. სახლში წავიდეთ. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ესტერ. ოთახში ხელი არაფრისთვის გვიხლია. We always. ყოველთვის ვიცოდით, რომ დაბრუნდებოდი. მართალია ძალიან გაიზარდე, მაგრამ ამის გამოსასწორებლად წინ ბევრი დაბადების დღე და შობა გველოდება. მანამდე გითხარი რა მოგწონს და გიყიდით. Get it. ხატვა მომწონს. ხატვა. To paint? მანამდე ხატვით არასოდეს დაინტერესებულ ხარ. შეგიძლიათ თქვენ ორმა ერთად გაატაროთ დრო სტუდიაში. ამაზე მეტად ვერაფერი გამაბედნიერებდა. ასეთი გეგმა გვაქვს. ხვალ ექიმ სეგარს გაესაუბრები. გახსოვს? Remember her? She თუთიყუში ჰყავდა სახელად სიდნი. named Sydney. კარგი. თუ რამე დაგჭირდება, გვევით მისაღებში ვიქნებით. All right? გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. You gotta laugh a little, cry a little, before the clouds roll by a little. That's the story of, that's the glory of love. შეგიძლიათ შეხვიდეთ. ექიმი სეგარი ახლავე მიგიღებთ. I'm seeing her in a few minutes. I think it's too soon for you to get involved, Detective. I'd like to talk to her alone first. Look, I have to go. წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიხარია შენი ნახვა, ესტერ. კეთილი იყოს შენი დაბრუნება. ახლა ნამდვილად აღარ ხარ ის პატარა გოგო, რომელსაც ადრე ვიცნობდი. უკვე ახალგაზრდა ლედი ხარ. გახსოვს რა გითხარი პირველ სეანსზე? Sessions. გითხარი თუ ისეთ კითხვას დაგისვამდი, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებ და გავჩერდებოდით. ნეტავ ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ. რატომ? სულ მეკითხებიან რა მოხდა, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად ამაზე სასაუბროდ. To tell them about it. ეს სრულიად ნორმალურია. იმედი მაქვს ამაზე დამელაპარაკები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნები, კარგი? რაც შეეხება ამას, გინდა რამე მომიყვე იმ დროზე, როცა წასული იყავი. About your time. Way. გინდა ვითამაშოთ სიდნი. ვფიქრობ სიდნის ჩემთან თამაში უნდა. გამარჯობა. მახსოვ ხარ? შენ გახსოვ არ? თქვენი ჯერია. ესტერ, შეგიძლია აქ დაგველოდო, ერთი წუთით დედას უნდა გავესაუბრო. გამარჯობა. გამარჯობა. მომწონს თქვენი საყურეები. მადლობა. Thank you, honey. რას წერთ? Right there. ღმერთო ბოდიში, ძალიან მწუხვარ. არა უშავს. მაპატიეთ. წავალ მოუწესრიგდები.
ზუსტად ისეთივეა, როგორიც გახსოვთ, თუ შეიცვალა. რა თქმა უნდა, შეიცვალა. ახლა აქცენტი აქვს. უცნაური არ არის იმის გათვალისწინებით სადაც იყო. არც ისე. იქ დიდი ხანი გაატარა, როცა მისი მეტყველება ყალიბდებოდა, მაგრამ ინტელექტუალურად და ემოციურად იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ველოდი. ეს კარგი არა? ასევე რაღაცები შევნიშნე. მაგალითად, მან სიდნი ახსენა. სიდნის მკვეთრი ნარინჯისფერი ბუმბული ჰქონდა და ამაზე 4-ჯერ დიდი ზომის იყო. დღეს კი ამ ფრინველს სრული დარწმუნებით სიდნი დაუცახა. რისკენ მიმანიშნებთ, ეს სამსახიობო შესრულებას გავდა. მან დამარტყა და კაბა გამიხია. სახლში მინდა. დღეისთვის საკმარისია. რა თქმა უნდა, მოგვიანებით შევხვდეთ. ესტერ, კარგად ხარ? კი. ჰეი. მორტიცია. განერს დაუძახე, კარგი? რა დამიძახე? მაიკ, ეს ისა, მისიდა. უი, ბოდიში. არ მინდოდა. განერს დაუძახე. Пожалуйста. Aki mal Leute zum Nadmahaya söden natsolesa kritisitapak. ეს ესპანური იყო თუ? წამოდი, წავიდეთ. შენი და არანორმალურია ძმაო. სერიოზულად, მამა ჩემი აქვია. კიდია, რა ჯანდაბაა, მაიკ. ეს ვარ რაც ვარ. ჰეი, ძვირფასო. კარგად ხარ? ჩემი კაბა გაიხა. ახალს გიყიდი. ვფიქრობდი იქნებ სტუდიაში წავსულიყავით. სიამოვნებით. თუ სწორად მახსოვს, აქ არასდროს ყოფილხარ. რა ლამაზია. ნატურარისთვისაა. ნატურა? ჰა. ანუ არ გახსოვს? ეს ისე არითით შენი მამიკოა ცნობილი. აი, ამას დააჭირე. ყოველთვის ისე ვცდილობ ტილოზე ბევრი რამ დავატიო. დამალულ ფენას მივმართე. მხოლოდ ერთი კუთხით არაფერია, არა? მაგარია. აქ დიდი ხანი არ ყოფილხარ? ასეა. ეს რა არის? არა. ესენი უნდა გადამეყარა. ეს ვინ არის? წარსულში ქეკვა საჭირო არ არის. თავარია რომ ახლა სახლში ხარ, კარგი? ვიფიქრე იქნებ ხატვას შევდგომოდით და ვნახოთ რა გამოვა. სიამოვნებით. კარგი? რომელი გირჩევნია? ზეთის საღებავები თუ წყლის? ორივე მაქვს. ნახშირი. ნახშირი? კარგი? ნივთი აირჩიე. დავსხდებით და ერთად დავხატავთ. მინდა შენ დაგხატო. ჩემი დახატვა გინდა? კარგი? ჩემთვის პირველი იქნება. როგორი სახე მივიღო? მაგალითად ვითომ ჩაფიქრებული ვარ. ისეთი სახე მიიღე, თითქოს ისევ იმას უყურებ. წარსულში ცხოვრება აღარ მინდა. აი ზუსტად მასე იჩექი. Just like that. ხატვა მაშინის სწავლე როცა იქ იყავი? ჰა. უბრალოდ ხატავდი თუ ასევე ისი არ იყო, როგორც ფიქრობ. წვეულება ისევ იმართება იმის მიუხედავად, რაც ხდება. ალენი? არა, იქ არ იქნება. ხომ იცი ამაზე რას ფიქრობს? მაშინ ხვალ წვეულებაზე შევხვდებით, არა?
კარგი მიზნითაა. ბეთ უბრალოდ ჩეკის წიგნაკი წამოიღე და ბენი წამოიყვანე. კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვისაა, ღმერთმა დაწყევლოს. კარგი, მასე უკეთესია. მადლობა. დავამთავრე. უკვე? მოგწონს? ძალიან. საოცარია. კარგი. 30 წამით და ვნახოთ საღებავებით რისი გაკეთება შეგიძლია. ეგ პირადულია. ბოდიში. I'm sorry. დავინახე თან რომ წამოიღე და ვიფიქრე მნიშვნელოვანი იყო. არ დააკაკუნე? ჩემს ოქროს საათს ვეძებდი. არა უშავს, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება. It's okay. I'm sure it'll. მაპატიე. Sorry. ესტერის საკუთრება. დედიკო მალქაჯის ფილმზე წამიყვანა. დედიკო. გამარჯობა დედიკო. მადლობა დედიკო. ვიცი დედიკო. 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 ვერ დაიჯერებთ ესტერს რისი გაკეთება შეუძლია. შუადღეს სტუდიაში გავატარეთ და მან ჩემი პორტრეტი დახატა. იმაზე უფრო ნიჭიერია ვიდრე მე 20 წლის ასაკში ვიყავი. ეს როგორაა შესაძლებელი? 4 წლის წინ ასანთის ფიგურას ხატავდა. გეყოფა. რა? იმაზე დაფიქრდი 4 წლის წინ როგორი იყავი, ახლა კი ფარიკაობის ჩემპიონი ხარ. უბრალოდ შთამბეჭდავია. იქნებ ჩემი პორტრეტიც დახატო. გემრიელია დედიკო. მადლობა. რამე მოხდა? არა, უბრალოდ. ვინმე ელოდებოდი? ნახეთ ვინ გვესტუმრა. ბოდიში თქვენი შეწუხება არ მინდოდა. ეს ის პოლიციის ოფიცერია, რომელიც გვეხმარებოდა, როცა დაიკარგე. ჩვენი მეგობარია. სახლში დაბრუნებას გილოცავ ესთერ. მადლობა. ერთი წუთით გავალ. უნდა იცოდე. ჩვენი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ესტერმა ყველაფერი თავისი ნებით უნდა მოყვეს. და არა ჩემნაირ პოლიციელთან. არ იდარდო მესმის. მაგრამ ესტერი ჩვენი პატარა ქალაქიდან გაუჩინარდა და ეს ისევ პრობლემად რჩება. უნდა ვიცოდე თუ საფრთხე ისევაა. ამ დილით ექიმს ეგარს ვესაუბრე. ეს დასაშვებია. მან მითხრა, რომ ხვალ დილას მზად იქნება ღია დისკუსიისთვის. რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კარგადაა. დედიკო, ხვალ შენი წვეულებაა. მაშინ ზეგ იყოს. ეს მნიშვნელოვანია. კარგი, თუ ასეთი მნიშვნელოვანია, მაშინ მოვალთ. წყლის ავსება დაგავიწყდა. კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება ესტერ. ეგ უკვე მითხარით, ესტერ. არა უშავს, ის მართალია. გაგაცილებ.
Yeah. I think I'll stay here for a while. ვფიქრობ, ექიმ სეგარის თავს რაღაც ხდება. ბოლო შეხვედრისას თითქოს მიმანიშნებდა, რომ ესტერი იტყუება. სიგიჟია. შეიძლება თერაპევტი სჭირდება. ხო, არა? რა ხდება? პაემალი, მოდი ხარ? რა თქმა უნდა მოვდივარ. ჩემი ცოლის გამო შეიძლება რამდენიმე მდიდარ კაცს გავუმკლავდე. და ესტერი? განერი მასთანაა. კარგად იქნება, არა? გინდა სახლში დავრჩე? არა. როგორც ჩანს, რაც ესტერი დაბრუნდა, ჩვენი თავიც დავიბრუნეთ. სრულიად გეთანხმები. ჯაცმისთვის რა დრო დაგჭირდება? სწრაფად შემიძლია. კარგი. მე შემიძლია სწრაფი ვიყო. ბოდიში ძალიან საყვარელია. კარი დაგედე. მიდი. დაგედე. რა? არა. ღმერთო ჩემო. იცი ამ კაბაში რამდენი გადავიხადე? მოდი შევხედავ. ღმერთო. კინძის თავით გამოსწორდება. ან კიდევ სტეპლერით. ნამდვილად გამოდგება. დღეს შენ გევალება შენი დის მოვლა სანამ დაუბრუნდებით. გენდობით, კარგი? კარგი მამა, მესმის. საოცრად გამოიყურები. მივდივართ. ალბათ შუა ღამემდე არ დავბრუნდებით. უფლება არ მისცე გვიანობამდე ეხვიცოს. გასაღები გააქვს. მიღებულია. ლამაზად გამოიყურები. მადლობა. ნახვამდის. კარგად. ახლა რის გაკეთებას ვაპირებთ? ჩვენ? გამოილია. ჯანდაბა ვწუხარ მეგობრებო. ზედმეტად დიდხანს მეჭირა. კარგი განერჩენი და იმაზე განსხვავებულია ვიდრე გახსოვდა? შენ როგორ ფიქრობ? აღმოსავლეთ ევროპაში სექს მუშაკი იყო. მაიკ. არა, ის განსხვავებულია. ახლა აქცენტი აქვს და ლიზი ბორდენივით იწვამს. ეს ისეთი უცნაურია. ლიზი ბორდენი ვინ არის? ვიღაც არანორმალური ქალი, ვინც მშობლები ნაჯახით დახოცა. გამარჯობა, ესტერ. არ გინდა წახვიდე და ფილმს უყურო? არა? ესტერ, აქ არაფერი გესაქმება. წადი ფილმს უყურე. წადი, თავი მოიკალი. წადი. აბა გაგვიმარჯოს. Cheers! სად გავჩერდით? საღამო მშვიდობის. გამარჯობა.
ჩემი მშობლები სახლში არ არიან. დედას წვეულებაზე წავიდნენ. ასეთი ბედი მაქვს. წვეულება გაქვს? არა, რამდენიმე მეგობარია. მოსაწევის სუნი ქუჩაშიც კი იგრძნობა. რა? არ ვიცი რას გულისხმობ. აქ არაფერი ხდება. არაფერი კარგი. იქნებ ჩემს მშობლებს ვუთხრა რომ შემოიარე და დავივიწყოთ რაც მოხდა. კარგი? კარგი. შეიძლება წასვლამდე საპირფარე შოთების სარგებლო. ო, რა თქმა უნდა. Whatever. Yeah, sure. გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. სიგიჟე იყო. ახლა ვხვდები რატომ იდგნენ მილიონრები ამ ხილარიქში ფულის შესაწირად. არა, სასმლის ბრალი იყო. სასმლის არა ძვირფასო. მასპინძლის დამსახურება ადამიანების საუკეთესო მხარეს აჩვენებ. იმედია სახლში ყველაფერი კარგადაა. როცა 16 წლის ვიყავი, კინაღამ სახლი გადავწვე. კინაღამ. არა, განერი მაგას არასდროს იზამს. ვინ თქვა რომ განერზე ვსაუბრობ? ესტერ, დაუბრუნდით. ესტერ? სარნის ინსტიტუტი. ესტერ?
თუ ესტერი არ ხარ, აბა ვინ ჯანდაბა ხარ? როგორ გაიგე რომ ესტერი არ ვარ? ეს დედამისმაც კი არ იცის. კი, ბავშვა, იცის. ჯანდაბა. დედიკო. რა ჯანდაბას აკეთებ? მოდი გავარკვიოთ. ანუ ზრდასრული ქალი ხარ და უბრალოდ ქურდობა გინდოდა. ეს სრული სიგიშია. სხვათა შორის ეს ისაა, რასაც დიდი ხანია შევეშვი. ბავშვების შემდეგ სუფთა ვარ. ამაზე ნუიდარდებ, დედიკო ამას მიხედავს. დედიკო ყველაფერს მიხედავს. როცა განერმა მითხრა, რომ დონანის სახლში იყო მოსული, ვიცოდი აქ გიპოვიდი. შეგეძლო გაგეძარცვე და გაუჩინარებულიყავი, როგორც კი შანსი მოგეცემოდა, მაგრამ ასე არ მოიქეცი. რატომ? უფრო შორს გათვალე. ასეა. შენს როლს შეასრულებდი, მოგვატყუებდი და 1 წლის შემდეგ რაღაც ტრაგიკული შეგვემთხვეოდა. ახლოს ვარ? გამიშვი. ვეღარასდროს მნახავ. სწორედ მაგის მეშინია. ესტერი მეორედ ვეღარ გაუჩინარდება არა. ის არ გაუჩინარებულა. მის გადასარჩენად არაფერი შემეძლო. უკვე გვიანი იყო. განერი მას ყოველთვის უხეშად ექცეოდა. იმ ღამეს ზედმეტი მოუვიდა. რა უნდა გამეკეთებინა? გამეწირა ერთადერთი შვილი, რომელიც დამრჩა დედმამიშვილების უხეში კამათის გამო. ჩემი ქალიშვილი მთელი გულით მიყვარდა. მაგრამ დედამ ოჯახი უნდა დაიცვას ნებისმიერ ფასად. და თუ ფიქრობ, რომ ვიღაც ფსიქოპატ ჯუჯას უფლებას მივცემ ჩემი ცხოვრება გაანადგუროს, ძალიან ცდები. პილიგრიმების ოჯახი აქ ჩამოვიდა და ეს ქვეყანა ააშენა. ჩვენ მნიშვნელოვანები ვართ, ალენი მნიშვნელოვანია. როცა გაიგო, რომ ესტერი ცოცხალი იყო, სახეზე ბედნიერება ეწერა. ეს უნდა გამომეყენებინა. ალენმა არ იცის ესტერს რა შეემთხვა. და შენ დამეხმარები, რომ მან ეს არასდროს გაიგოს. ერთი რამ არის ბავშვის სიკვდილზე უარესი, ბავშვის გაუჩინარება. ესტერის გაუჩინარება მალენი შეცვალა. შეცვალა ის, ვინც იყო, ვინც უნდა გამხდარიყო. მაგრამ პასუხი შენ ხარ. მე და შენ შეგვიძლია ეს არეულობა ორ მხრივ შეთანხმებად ვაქციოთ. ესტერი ქვემოთ არა? მისი სახელი აღარ ახსენო. კარგი. შენ შენი გზა ჩემს ოჯახს დაუკავშირე. ეს როლი შენ აირჩიე და მის თამაშს შენ განაგრძობ. სერჟანტო მეის, გატყობინებთ, რომ თანდართული ფორმის მიხედვით ჩვეულებების დღეებს დაუყოვნებლივ გამოვიყენებ. ტელეფონთან და მეილთან წვდომა არ მექნება. დეტექტივი დონანი. ამერიდან შეგიძლია ესტერი იყო და ისეთი ცხოვრება გქონდეს, რომელზეც ყველა ოცნებობდა. ანუ არ სიტყვი და უკან ესტონეთში ბორკილებით დაბრუნდები. რა სიტყვი? ბოდიში რომ შეგაშინე. არა, მე მაპატიე. არ უნდა დაგვეტოვებინე. რა მოხდა? ველოსიპედიდან გადმოვარდა. გზის პირას ვიპოვე. ძვირფასო, ველოსიპედზე რას აკეთებდი? წამოდი, სახლში შევიდეთ. დედა, მაპატიე. შეწყვიტე. რა ჯანდაბა? და ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ბავშვი არ არის. ზრდასრული ქალია და ის ჩვენ კარგად ვერ შევაფასეთ. არა, დედა, ის ამაზე მეტია. ჩვენ სახლში წყეული ფსიქოპატია. ანუ ამ ადამიანთან ერთად უნდა ვიცხოვროთ? ეგ არ მithქვამს. არ შეგვიძლია? ხომ ხვდები? მაგალითად, შემთხვევითობას დავაბრალოთ.
ზედმეტად ადრეა. უნდა დავფიქრდეთ. ანუ ახლა გამოჭერილები ვყავართ. არა, მასაც იმდენივე აქვს დასაკარგი, რამდენიც ჩვენ. მისმინე ამას არავინ ველოდით. ახლა მას თვალი უნდა ვადევნოთ და როცა დრო მოვა, მას მოვკლავთ. სიგიჟია. ჩვენთვისაც კი. For us. კარგი, მოჭიმე. აი ასე უკან. გამოკაჩე. ის არის აიღე, ამოატრიალე და შეაცურე. შეხედე, უყურებ? ხო. მაგარია. დაინახე? ხო. ამაზე გეუბნებოდი. დღეს ექიმ სეგართან შეხვედრა გვაქვს. ეს პრობლემა არ გვექნებოდა თუთიყუშზე ლაპარაკი, რომ არ დაგეწყო. სიდნი კაკადო იყო. რა? კაკადო თუთიყუშის სახეობაა, მაგრამ ყველა თუთიყუში არ არის კაკადო. ამას რას მოვუხერხებთ? რამეს დავაჯერებთ? ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ ესტერს უკან დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში. ამის ერთ-ერთი ნაწილია საერთო მოგონებების გახსენება. ბედნიერი წუთები, მხიარული აქტივობები, რასაც ერთად აკეთებდით. გაიხსენეთ მოგონება, რომელიც მნიშვნელოვანია. ღმერთო, იმდენია. So many. ერთ-ერთია შობა პარიზში, Christmas in Paris. ზაფხული ტოსკანაში. იელოსტოუნი. ხო, ესა. It's up there. მე 6 წლის ვიყავი. დათვები დავინახეთ და თახვმა ჩემი სენდვიჩი მოიპარა. ღმერთო, უამრავი თახვი იყო. კიდევ რა გახსოვს? უფრო კონკრეტულად. ელკრიჯ რანჩოზე დავრჩით და ცხენებით ვისეირნეთ. მე პონი მყავდა სახელად ნაგეცი და მამას ცხენს ერქვა სტრეჩი. ერთხელაც როცა სტრეჩმა თავი დახარა ბალახის საჭმელად, მამა პირდაპირ მისი თავიდან ჩამოცურდა. თელს სახეზე ტალახი ესვა, კბილებზეც კი. არ მჯერა რომ ეს ისტორია მოყევი. ღმერთო, კბილებზე რამდენიმე დღე გესვა. მოკლედ ესტერი ცხოვრების ჯანსაღ ხედვას ამჟღავნებს. განსაკუთრებით კი ოჯახური დილიაში ხელახლა შესვლას. ის მაღალფუნქციურია და ემოციურად სტაბილური. Emotionally well. სულ ესაა. That is all. დღეს ჩვენთან ხალხი მოვა შენს სანახავად. Just to see you. ჩვენი მეგობრები არიან. ისინი ვინც ესტერს იცნობდნენ. Enough with the წინვისთვის glowering, okay? საკმარისი იქნება, არა? ესტერი არის ლედი. is a lady. მაგრამ ცოტა ზიანი გაკლია. კარგი. მგონი კარგი გამოგვივიდა. ყველა ელის რომ ესტერი გატეხილი იქნება, მაგრამ მათ ბედნიერი დასასრული სურთ. ყველას ვაჩვენებთ თითქოს შენი საყვარელი ფერი ვარდისფერია. ხავერდი. საიდუმლო? მოდი ისეთი ისტორია მივცეთ, რომლის დაჯერებაც უნდათ. ეს ჩემი ფავორიტია. რომელია შენი ფავორიტი? ვარდისფერი. ძალიან კარგია. როგორც თქვი? ხატვა გიყვარს. Paint. კიდევ რა გიყვარს? ჩემი ოჯახი ძალიან მომენადრა. სასიამოვნოა უკან დაბრუნება. ახლა როგორი გეგმები გაქვს ახალგაზრდა ლედი? რა გეგმები მაქვს, დედიკო? საერთოდ არაფერი. სულ ჩემი მხედველობის არეში იქნები. მოდი დავაზუსტებ.
30 წლის ხარ? ჩემი ოთახიდან გაეთრიე, გთხოვ. შენი ოთახი არ არის. ჩემი დაღუპული დის ოთახია. შენის არ ხარ და არც არასოდეს იქნები. გასაგებია. გააჩვი. სიტყვები აკონტროლე არანორმალურო. იცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა ყველაფერი გაირკვა, რადგან დავიღალე თავის მოჩვენებით ვითომ აქაურობას ეკუთვნი. ასე არ არის, ეს ჩემი სახლია, ჩემი ოჯახი და შენი არასოდეს გახდება. სანამ ამ ჭერქვეშ ხარ, რაღაც უნდა გააცნობიერო. აი რა ხდება. შენ მე მეკუთვნი. მაგას კიდე ვიზამ და ისე მოკკლავ როგორც ესთერი მოვკალი. ხოლოდ ერთი ზარი და მაშინვე იმ საგიჟეთში დაგაბრუნებენ. შენც ჩაიძირები. რატომ? ემიგრანტი გაქცეული საგიჟეთის პაციენტის ნათქვამის გამო? წარმატებას გესურვებ. ეს ამერიკაა. ჩემნაირი ადამიანი მნიშვნელოვანია. და თუ ესტერი არ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ესტერი ისევ დაკარგულია. დედას ამაზე პრობლემა აქვს. მე კი არა. მოგვიანებით გნახავ არანორმალურო. დღეს პატარა ბავშვივით დაგეძინება. ბატკნის ხორცი მოვამზადე როზმარინით და სოუსით. ვიცი ესტერს არ უყვარს, ამიტომ შენი საყვარელი საჭმელი მოგიმზადე. როგორც ძველ ტკბილ დროს. ბედნიერი ვარ ხვალ ქალაქში წასვლის გამო. ჩემი გალერეა უნდა ვაჩვენო, რაზეც ამდენი ხანი ვმუშაობდი. მშვენივრად ჟღერს. ეს შენი დამსახურება. ხელახლა აღმოვაჩინე ეს სიხარული, რასაც ადრე ვგრძნობდი საყვარელი საქმის კეთებისას. თავს ბავშვივით ვგრძნობ, წამოხვალ. მე და ესტერს ხვალისთვის გეგმები გვაქვს. რა გეგმები? სურპრიზია. კარგი, მაშინ სხვა დროს იყოს. მიხარია რომ ისევ ხატავ მამა. ო, ასეა. თუ შეიძლება წავა. თებში არ დაგავიწყდეს. არა უშავს, შეგიძლია შენს ოთახში ჭამო. ძვირფასო რა მოხდა? მამა, ის კარგადაა? პირადი სივრცე მივცეთ, კარგადაა. მართალია, შეიძლება პიანინოს დაკვირისგან დაიღალა. შეიძლება შემოვიდე. კარგად ხარ? რა მოხდა წეღან? დედას მომზადებული საჭმელი არ მომწონს. შეგიძლია საიდუმლო შეინახო. მეც არ ვგიჟდები. მისმინე. ხატვა ყველაზე მეტად ღამით მიყვარს. არ გინდა შემომიერთდე. სიამოვნებით. მაშინ ქვემოთ გნახავ. ძალიან კარგი ადგილია. მიხარია რომ მოგწონს. ყველა ხელოვანს სჭირდება ადგილი თავისი სიგიჟის გამოსახატად. ჩვენი გვხედავთ სილამაზეს და ვნებას, სადაც ხვები არც კი იყურებიან. ეს დეტალი მომწონს. ბევრი საღებავი გისვია. ო, ფეთხუმი მხატვარი ვარ. დედა შენი ამას ჭკუიდან გადაყავს. გონი დღეისთვის საკმარისია. წასვლისას შუქი ჩააქრე. ღამე მშვიდობის.
როგორც ჩანს თქვენ ორნი გაერთეთ. ის მართალია. ნიჭიერი ხარ. talented, არის მასში რაღაც. isn't he? არა? შენ რა მართლა გგონია რომ მას მოუნდები? That he would want you? სურპრიზი. მე შენი ქალიშვილი კი არა მუტანტი აფერისტი ვარ. ისიც ისევე მოგიშორებს, როგორც დარწმუნებული ვარ სხვა კაცებმა მოგიშორეს. ახლა კი თუ მომიტევებ, If you'll excuse me. ზემოთ ავალ და ჩემს ქმართან სექსით My დავკავდები. husband. რაც ჩამოხვედი მას შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა. ამისთვის მადლობა. შენ როგორც ხედავ, ესტერი განაწყენებულია ჩემთან ერთად გალერეაში რომ ვერ მოდის. მომწონს შენ და ესტერს საერთო ინტერესები რომ გაქვთ, მაგრამ მე მასთან მსგავსი არაფერი მაქვს. მინდოდა მასთან დღე გამეტარებინა და იქნებ რამე საერთო გვეპოვა. თან შენთვის ვიაჯობებს თუ ფოკუსირებული იქნები. თუ სალს მოეწონება რასაც აკეთებ, იქნებ შოუც მიიღო და უკან დაბრუნდე. There. კარგი. ამით მას არ ვაზიანებთ, არა? არა, საერთოდ არა. ნიჭიერი მხატვარი ხარ. ხალხს ენატრება შენი ნამუშევრების ნახვა. გმადლობ. ეს რა ბეკონია? სამოთხეა. დილამშვიდობის მამიკო. კრები? კი, თუ შეიძლება. არის რამე რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. დედიკო? არა, მადლობა, მე უბრალოდ My usual. სმოზი? ბერძნული იოგურტი, ისპანახის ელის თესლი და ლიმონის წვენი. Lemon juice. ისეთია როგორიც მოგწონს. I like it. გასინჯე. Try it. არა, დიდად არ მშია. Really that hungry? მე დავლევ, მომეცი. მაგრამ ეს მხოლოდ დედიკოსთვისაა. შენთვის გავაკეთე. ძვირფასო როგორი სასიამოვნოა, მაგრამ მირჩევნია მე თვითონ მომამზადო. Make my own. ტრიშა, კარგი რა. გასინჯე. კარგია. გემრიელია. კარგია. გმადლობ. ტრიშა, კარგად ხარ? კარგად ვარ. Yeah? ვიცოდი რომ ჩემთან ერთად გინდოდა წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნება თუ დროს დედა შენთან გაატარებ. I wanted to თუმცა მინდოდა შენთვის რაღაც მეჩვენებინა. ეს ერთ-ერთი ნახატი იქნება გამოფენაზე. ვუდლიდან მეგობარი მყავს, სახელად დინი. ვუდლი ქვეყანაში საუკეთესო ხელოვნების სკოლაა. ძალიან ნიჭიერი ხარ ესტერ, შემიძლია ნამუშევარი მათ ვაჩვენო. კარგი იქნება. მადლობა. შეგიძლია ეს შენ წაიღო. მე ყავას ვიყიდი, მამიკოსთვის და დედიკოსთვის. ჰა, კარგი, მაშინ დროებით. გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ.
წინ იყურე, სად მიდიხარ შვილო? თქვენი ბავშვია? დიახ, ჩემია. რა მოხდა? ყველაფერი რიგზია. ესტერი დაეჯახა. ბოდიში, საუკუნე ვიდექი რიგში. არა უშავს. მამიკო, გთხოვ, წამიყვანე. ნეტავ შემეძლოს ძვირფასო. სხვა დროს იყოს. კარგი, მატარებელზე გვაგვიანდება. კარგად. შვიდად, დედა. რა გგონია, რომ ჩემი მოკლა შეგიძლია? გამომართვი. სუფთა ნაგავია. ჩვენი შეთანხმება დამთავრებულია. კუდარი ხარ. დედა, დედა. პუშენი. ზუკნა. გაახე წეული კარი. ესტერ. მიდი ძვირფასო. არ გაბედო. მამბატიეთ, ძალიან სწრაფად ვატარებდი. შენ ალბათ ესტერი ხარ. საავადმყოფოში უნდა წავიდე. კარგად ხარ. თავსის ვგრძნობ თითქოს 1000 ჯერ დამჭრეს. ოფიცერულეიხი ღმერთო. 2 წამით გაჩუმდი. Quiet for like 2 seconds. რა? ესტერი ვიპოვეთ. იპოვეთ? სახლში მოვიყვანთ. ალენსაც შევატყობინეთ. კარგი, დროებით. ჯანდაბა. კარგად ხარ. კარგად ხარ. დიდი მადლობა. So much. ღმერთო ჩემო. დიდი მადლობა. ესტერი ხშირად არასტაბილურად იქცევა მას შემდეგ, რაც დაბრუნდა. მართალი გითხრათ, ძალიან რთულია. ეს ხშირი ტყუილები და სიბრაზის გამოვლინებები. ხანდახან საკუთარი თავის დაზიანებაზე ხუმრობს, მაგრამ მგონია, რომ სერიოზულად ამბობს. თერაპიაზე იყო? დიახ, დიახ. Yes. ნახეთ ვინ დაბრუნდა. Who's back? ადექი. ამას ახლავე მივხედავთ. ამას დრო დასჭირდება. Goddamn time. ჯანდაბა. შენთან უკვე დავამთავრე. არაფრად მიღირს ამ სახლში შენი ყოფნა. შენი თვითმკვლელობა მამიკოს გულს ადგენს, მაგრამ გადაიდას.
უბრალოდ მოკვდი არანორმალურა. სად არის? არა, არ მინდოდა. შესანიშნავია. შემთხვევით მოხდა. Just happened. ტრიშა, ძვირფასო, პოლიციამ დამირეკა. ვიცი, ძალიან მწუხვარ. ჩემი ბრალია. ესტერი მაღაზიიდან გამიქცა და დავპანიკდი, მაგრამ ოფიცერ ლეიხის დავურეკე და უცებ იპოვეს. მშვენიერია. დედა, მატარებელში ვარ. მოიცადე? მალე მოვალ. ქვემოთ ჩადი და მოკალი. რა? ქვემოთ ჩადი და მოკალი. ტრიშა, ყველაფერი კარგადაა? სახლში მოვდივარ. რა? მალე მოვალ. და სალთან შეხვედრა? დაივიწყე. არა, ძვირფასო, გეფიცები, ყველაფერი კარგადაა. ესტერი აქ არის, ყველაფერი რიგზია. მაგრამ თითქმის უკვე სადგურთან ვარ. კარგი, შეგიძლია სახლამდე ტაქსით წამოხვიდე? ახლა ხელები დაკავებული მაქვს. არა, ერთი ამისიც. Fuck it. აი, სად ყოფილ ხარ? ესტერ, Esther. გამოდი ესტერ. Esther. თუ რა ჯანდაბაც გქვია. Fuck your name is. ხომ ხვდები? ეს ყველაფერი საჭირო არ არის. Like this. მართლა განერ. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია. ამის მართლა გჯერა? სიმართლე გითხრა. არა, No. არც მე. ფუშენი. Shit. განერ. არა. არა. რა ჩაიდინე?
შენმე ყველაფერი წამართვე. ალენი შენი ვერასდროს გახდება. თუმცა გპირდები რომ გაიგებს სინამდვილეში ვინ ხარ. Who you are. დეფორმირებული შეშლილი, რომელიც ჩვენი ტკივილით მანიპულირებდა. ჩვენი ვაჟი მოკლა My son. და ჩემი მოკლაც ცადა. მანამდე სანამ ის არ გავაკეთე, რაც საჭირო იყო. სახანძროში დარეგეთ. განერ. განერ. გამაგდით, მოვდივარ. მამიკო, დედიკო ჩემს დაშავებას ცდილობდა. ალენ, გთხოვ დამეხმარე. ალენ, არ გაუშვა. მეც ვეღარ გავუძლებ, ხელი მიცურავს. მამიკო, დამეხმარე. გამაგდით, მოვდივარ. მოვდივარ. ის ესტერი არ არის, ზრდასრული ქალია. რა? იტყუება, გაგვაცურა. დედიკო იტყუება, ხელი მომეცი. ტრიშა. რა ჯანდაბა? ეს ჩვენთვის გავაკეთეთ, ჩვენთვის. შეგვიძლია ერთად ვიყოთ. მიყვარხარ ალენ. ვინ ჯანდაბა ხარ? შენ მონსტრი ხარ. ალენ. You gotta give a little, take a little, and let your poor heart break a little. That's the story of, that's the glory of love. You gotta laugh a little, cry a little, before the clouds roll by a little. That's the story of, that's the glory of love. As long as there's the two of you,
You've got the world and all its charms. And when the world is through with you, you've got each other's arms. You've got to win a little, lose a little, and always have the blues a little. That's the story of, that's the glory of love. ცეცხლმა ესტერს ყველაფერი წაართვა. სახლი, ოჯახი. მისი ისტორია ტრაგიკული და შემზარავია. It's horrifying. ვიცი. არადა უკვე საკმარისი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი. ჯერ გაიტაცეს. ახლა კი ობოლია. ოჯახი არ ყავს ვისთანაც იცხოვრებს. ახლა რა მოხდება? ბავშვთა გაშვილების სააგენტოს მივმართე. დარწმუნებული ვარ ესტერი კარგ ოჯახში მოხდება. სადაც ისეთ სიყვარულს და მხარდაჭერას მიიღებს, როგორცაც იმსახურებს. ამ ყველაფრის შემდეგ ვის არ ენდომება მისი შვილად აყვანა? ახმოვანებდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. გახმოვანებულია მაიკ ადრიკომის მიერ.